მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზა ჯორედინები. სტუმრად სტუდიაში გვყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. შევახსენებთ მაყურებელს, რომ წინა გადაცემაში ჩვენ ვისაუბრეთ ელისე წინასწარმეტყველის შესახებ, როგორ დაიწყო ელისე წინასწარმეტყველის მოღვაწეობა ისრაელში და შევეხეთ რამდენიმე თემას, თუმცა ელისე წინასწარმეტყველზე ბევრი რამის თქმა შეიძლება და ჩვენ დღეს გავაგრძელებთ მასზე საუბარს. ჩვენ გავჩერდით იქ, სადაც სამი მეფე მოაბის წინააღმდეგ ლაშქრობას აწყობენ და შეეჩეხნენ გარკვეულ სირთულეებს და გადაწყვიტეს, რომ დაელაპარაკონ ელისე წინასწარმეტყველს. თუმცა სანამ ამ თხრობას გავაგრძელებთ, მინდა ერთი დეტალი განვიხილოთ, რომელიც თითქოს გამოგრჩა იმ ქრონოლოგიაში, მას შემდეგ რაც ელია წინასწარმეტყველი წადამაღლდა, ბიბლია აგრძელებს თხრობას იმის შესახებ, რომ ელისე მოდის, მას მოსდევენ ბავშვები და შეურაცხყოფას აყენებენ, ქაჩალო ეძახიან და ამის შემდეგ ბიბლია გვეუბნება, რომ უკან მოიხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა. გამოვიდა ტყიდან ორი დათვი, დაგლიჯეს მათგან 50 ბავშვი. ძველ აღთქმაში ბევრია ესეთი ადგილები, სადაც ღმერთის სახელით ხდება რაღაცა გარკვეული ესეთი ტრაგიკული ამბები და ძალიან ხშირად კითხვებს და მსმენელს აქვს შეკითხვები ამასთან დაკავშირებით. ეს ადგილი რო ავხსნათ და მერე გავაგრძელოთ, რატომ მოითხოვა ქნარი, როდესაც სამი მეფე მივიდა ელისესთან ჭკუის საკითხავად. კი, მამანდრია, თქვენ კარგად დაუკავშირეთ ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, ვინაიდან ორივე შემთხვევაში ელისე წარმოდგენილია როგორც ღვთისკაცი. ბიბლიაში ეს ტერმინი მასალ მიმართებაში პირდაპირ გამოიყენება. ღვთისკაცია. ღვთისკაცი არას ნიშნავს? ნიშნავს, რომ აკეთებს ღვთაებრივს, აკეთებს იმას, რასაც ღმერთი მიუთითებს მას. ანუ მისი პირადი ინიციატივა ბიბლიაში წარმოდგენილი ეს პირადი ინიციატივა. წინაყალია საღვთო-ნებასთან. მისი ნებით ხორციელდება ეს ყველაფერი. ამიტომაც არის აი მომენტში, როდესაც სამი მეფე წარდგება მის წინაშე ელისე ეტყვის იორამს. ჩემთან რას მოხვედრි წადი და შენ წინასწარმეტყველებთან და იმას ზედაც არ შემოხედავდიო. შენ გვერდით რომ იოსაფატი არ იდგეს. ეს არ არის ელისეს პირადი დაპირისპირების გამოვლენა. ბიბლიის ფოსტოს ეს არის ის რა დამოკიდებულებაც ღვთისკაცს აქვს მეფესთან. აი ესეთი დამოკიდებულება ჩნდება იმ ეპიზოდში, მამანდრევინიდან. ახლა ჩვენი ბავშვები რო წერიან, ჩვენ თავის დროზე ვამბობდით, რომ ეს ტერმინოლოგიურად ებრაული მასში და სხვანაირად არის ბავშვი, ხა ჩვენ წარმოგიდგენია პატარა ბავშვი. უფრო ყმაწულზეა საუბარი. უფრო მოზარდზეა საუბარი და რა თქვა პატარა ბავშვზე, რომელმაც შეიძლება გარკვეული სიტყვის მნიშვნელობა არც იცოდეს. ესენი არიან იმ ასაკისა, რომლებიც მშობლების კვალობაზე აღზრდილი ელისეს მიიჩნევენ ქვეყნის დამაქცევარად, ელისეს მიიჩნევენ მასვადასაგდებ ადამიანად და ქაჩალოს, ახლა ქაჩალი რა იყო, ანუ თმა ვისაც არ ქონდა ერთ-ერთი რჯულის მიხედვით, ერთ-ერთი ნიშანი, რითაც მღვდელი ვერ იმსახურებდა საკურთხევლის წინაშე, გარდა იმისა, რომ შეიძლება ცხვირს ჩაჭყრტილი ყოფილიყო და ვერ იმსახურებდა, ყოლმოკვეთილი ყოფილიყო, ანუ ფიზიკური ნაკლზე იყო ხაზი გასმული, მათ შორის აი თმა გაცვენილიც საც არ ქონდა უფლება ემსახურა. და შესაბამისად ელისე, რომელიც უთმოა და რომელიც ქაჩალია, საუბრობს იმ ღმერთის სახელით, რომელმაც მსგავსი გარეგნული ნიშანი მისი ლიტურგიკული მსახურებისათვის დამაბრკოლებლად წარმოადგინა. და ეს ყველაფერი ხა როგორ არის, ეს აი პარალელი რო გავალოთ, რომ ვიღაცა დასცინის სასულიერო პირს რაღაცის გამო, რაღაცი ღვთისმსახურს დასცინის რაღაცის გამო და შესაძლებელია რაღაცა საეკლესიო სამართლთან, საეკლესიო იმით ეს აპელირებდეს კიდევაც ამაზე. სიტყვაზე ვთქვათ, რომ შენ აღგვდელი ხარ, შენ არ შეიძლება აღგვდელი, შენ როგორი შეიძლება ღვთისმსახური იყო, როდესაც აი აქ მთელი რაღაც დეტალებს ეწინააღმდეგება შენის. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ არ ვიცით მისი შინაგანი ურთიერთობა ღმერთთან და გარეგნული იმით ვერ განსაზღვრავთ, ხო? აი მაგალითად წმინდა მამა გაბრიელს რამდენი დასცინოდა და რამდენი მასხლა დგდებდა და ის იყო უდიდესი ღვთისმსახური, ხო?
და შესაბამისად ჩვენ არ ვიცით ადამიანის შინაგანი ურთიერთობა ღმერთთან როგორია თუ ის მართლა არ გამოხატავს იმას იმდენად სწრაფად რომელიც უკვე მოითხოვს პასუხისგებას და ნაცვლობას. შესაბამისად ელისესაგან ელისესთვის მისი ღვთისკაცობა ეჭვის ქვეშ შეიძლება დადგეს მხოლოდ მისი სიკაჩლის გამო. რაც არის საბაბი, რაც არის საშუალება იმისა, რომ მას დასცინო. ხო? ანუ ეს მოზარდები იმასაკის არიან, რომ ამაში ერკვევიან. ამაში ერკვევიან და ყოველ შემთხვევაში შობლისაგან აქვს გაგებული ეს დამოკიდებულება ასეთია, რომ ელია, ეს წინასწარმეტყველთა სკოლა, რაღაც ჩამორჩენილები, რეტროგრადები, რომელიც ქვეყნის აღშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ასე დაცინიან და ასე დღეში იყო თქვა სასულიერო და ასე კომუნისტური მმართველობის დროს. თუმცა ყველა გამლებს არ გამოეკიდებოდნენ, ანუ იციან ელისე ვინ არის, იციან თავისთავად შესახებ, თავისთავად და უბრალოდ აქ ყურადღება წმინდა წერილი გვამახვილებინებს იმაზე, რომ ელისე თავისი მსახურების დასაწყისშივე ხვდება იმ დამოკიდებულებას და დამოკიდებულებაშიც მას მოუწევს მთელი ცხოვრება, მოღვაწეობა ისრაელის სივრცეში. ეს სახელმწიფო დამოკიდებულება, ეს საზოგადო მენტალიტეტი, ასე ფიქრობენ, ასე უყურებენ უფლისწინას წარმეტყველებს, ხო? აი მე გითხარით კიდევაც მაგალითად აი სასულიერო პირი კომუნისტების დასაცინი იყო. ხო, დასაცინი იყო, მასხადასაგდები იყო. რაც უფრო ბეტად მასხლა დაიგდებდი, მით უფრო კარგი მოქალაქე იყავი, ხო? და გარკვეულწილად ახლა ეს ათეიზმის პერიოდში ხდებოდა ჩვენ ეს აღვა გადატანილი, თორე დღესაც მსგავს რაღაცას ავლენენ, ხო? ვინც ეკლესიას უპირისპირდება, ერთ-ერთი დამოკიდებულება მისი არის მასხლა დაგდება, დაცინვა, აბუჩათაგდება, შეურაცხყოფა ღვთისმსახურებისა, ხო? და საამისოდ ისინი მთელ რიგ ასე ვთქვათ მასალებს იმარჯვებენ. ელისე, როდესაც აი ამ ყმეს აი ეს როგორი ტერმინია მამანდრიეცით აი 41 წლის რობუამს სოლომონის ძეს ამ ტერმინით მიმართავს წმინდა წერილი, რომელიც კონსულტაციას მართავს არა სოლომონის უხუცესებთან, არამედ თავის თანამოყმეებთან, თანაშეზრდილებთან. და ეს 51 წელსკაცია უკვე. ანუ აქ აუცილებელი არა ვიგულისხმოთ, რომ ესენი არიან უმეცარი ბავშვები, რაღაცა უდანაშაულო უმეცარი ბავშვები, რომელსაც ელისე გაუბრაზდა თავისი ღმერთის სახელით. სულიად შეგნებული მოქმედება, რომელიც გამოსახავს ისრაელის დამოკიდებულებას წინასწარმეტყველთა დასისხად, ღვთის მსახურთათვის. შესაბამისად, ელისეს რეაქცია, მისი განშეჩვენება და მომენტალურად მისი სიტყვის აღსრულება, ეს უნდა ყოფილიყო ერთგვარი გაკვეთილი, აი ჩვენ ასეთ მაგალითებს ხედავთ, აი ჩვენ დღეს შევეხებით, ან ერთ-ერთ შეხვედრაზე შევეხებით ამ იმას, რომ ალეგორიულად, სიმბოლურად მამები ასეთ ეპიზოდებს, როდესაც ეხებიან, მშობლებს მოუწოდებენ, რომ იზრუნონ შვილების გულქვაობის გასაქარვებლად. ვინაიდან გულქვაობა, თუ მშობელმა შვილის გულქვაობა არ განაქარვა, მაშინ მას ძალიან მძიმე ხვედრი ელოდება და მშობლის ერთ-ერთი ვალია შვილის გულზე იზრუნოს. და ეს ბავშვები, უბრალოდ ეს ყმები, ეს მოზარდები არიან სწორედ მსხვერპლი იმ პედაგოგიკისა, იმ აღზრდისა, რომელსაც კებთაყვანისმცემლობისაკენ მიდრეკილი ხელისუფლება და ქვეყანა მიექანება მათ. ეს არის განაჩენი არა მხოლოდ იმ ბავშვები, იმ ყმებისადმი, იმ ახალგაზრდებისადმი, ყმაწვილებისადმი, არამედ ეს არის განაჩენი ისრაელის მომავლისადმი. ასე დათვივით შემოვარდება მტერი ისრაელში და ასე არ დატოვებს ყვალზე არ დატოვებს ცოცხალს და ეს ხვედრი ელოდება ისრაელს თუ აი ეს ასეთი თაობის აღზრდა გააგრძელა მან. ასე უნდა შეხედოს და არა სიტყვაზე თქვათ ელისეს რაღაცა გაბრაზებული ელისეს მრისხანება, რომ იმას რაღაცა თქვა და ღმერთმა კაიხლა, რადგან ელისემ თქვა და თოს დავაგლიჯინებ ახლა. არა, ეს ღმერთის ისა საფრთხო დამოკიდებულება, რომელიც ელისეს აი ამ შეჩვენებით იმას ახლა რა ქვია, რეალიზებული იქნა. რატომ ამბობ თქვენ, რატო გითხარით მამანდრია, რომ ძალიან ისე ორგანულად დააკავშირეთ ეს ორი რამე ერთმანეთთან, რომ ეს ზუსტად ის ელისია, რომელიც ახლა აი ამ სამეფოს მეფეს მიმართავს, ზედაც არ შემოგხედავდიო. ამით ის ხელისუფლებას კი არ უპირისპირდება, არავითარ შემთხვევაში. ისო ხელისუფლებას უპირისპირდებოდეს, მაშინ ის იმ ტრადიციიდან უნდა გადიოდეს, რომელიც ტრადიციის მემკვიდრეობაც მან მიიღო ელია წინასწარმეტყველისაგან. და ჩვენ ვერსად და არსად არ ხედავთ წმინდა წერილში, რომ წინასწარმეტყველთა სკოლა ინსტიტუციას უპირისპირდებოდეს და რევოლუციისკენ არ მოუწოდა. ეს აბსოლუტურად გამორიცხული. აბსოლუტურად გამორიცხული. და სამოქალაქო დაპირისპირება. აუცილებლად, აბსოლუტურად გამორიცხული. აქ არის საუბარი ერთადერთ რამეზე. საუბარია ღირებულებათა სისტემის აღდგენაზე იმ
ღირებულება და სისტემის კვლავდაბრუნებაზე, სადაც ისრაელმა თავის იდენტობა უნდა შეინარჩუნოს. აი გავიხსენოთ ჩვენ ელია წინასწარმეტყველი ქარმელის თვალზე, რომელმაც ბაალის 850 ბაალის და აშტატას 850 ხევში ჩახოცა. რა ქონდა ელიას ძალიან მარტივად შეეძლო დაეწყო ხელისუფლების საწინააღმდეგო მოძრაობა. არა ეუბნება აქაბს, წადიო წვიმის ხმაური ისმისო უკვე. ეს ეუბნება სწორედ რომ წყალობა მოდის ღვთისა, როდის აი შენი ხელისუფლების დროს სწორედ. მე ხელისუფლებას არ უპირისპირდები, მე ვამბობ რომ აი ეს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ანგრევდეს ღვთის ტაძრებს, უბრალოდ საკურთხევლებს ამ შემთხვევაში სწორი ეს არის და არ უნდა დევნიდეს მის მსახურებს. ზუსტად იქივია კაც. ელისე ამ ტრადიციის გამოგზელებელია. იოსაფატს იმიტომ კი არ შეხედავს რომ ის ისრაელის მეფეა. იქ წინ და წინ ეუბნება ჩვენ წინა შეხვედრაზე თქვი და ახლაც გავიმეორეთ. ჩემთან რას მოდიხარო, წადიო დედაშენის წინასწარმეტყველებთან. დიახ. ანუ მეფის პრობლემა კი არა, მეფე გვერდში ვის იყენებს იმის პრობლემაა. რა ზნეობრივ და რა ღირებულებით პოლიტიკას აწარმოებს ამის პრობლემაა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ეს წინა გადაცემებშიც, რომ აი ეს არჩევანი ხელისუფლებისა წმინდა ადამიანებს აცხოვრებს თავის ქალაქში, თავის ქვეყანაში, თუ დევნის მათ და კერპებს შექმნის საბოლოო ჯამში ქვეყნის კეთილდღეობაზე ზოგადად აისახება. დიდძეც, პატარაზეც და მთელ მოსახლეობას. ეს ქვეყნის იმაზე მამანდრია გეთანხმებით, მაგრამ ისახება, მოდი ამის ანატომიასაც შევხედოთ. ისახება, იმიტომ რომ უწინარესყოლისა ეს ისახება ამ ქვეყნის საზოგადოებას. ასე იწყებს ის, ანუ ეს იმას აღარ ეკონომიურ მაჩვენებელზე კი არის ისახება და სიტყვაზე ვთქვათ კანონის საახსრუებლო ორგანო, არა, ისახება ადამიანებზე, საზოგადოებაზე, ვინც წარმოადგენს სულს და შემადგენელს ამ ქვეყნისას. ის ხდება გადაგვარების გზაზე და უკვე როდესაც სული გადაგვარდება, ხო, მას მიყება თავისი სხეულიც, ხო? როდესაც საზოგადოებაა გადაგვარებული, მაშინ მას თავისთავად ცხადია სამეფოს და ქვეყანაც მიყება, ხო? ისევ რომ დაუბრუნდეთ სოლომონ მეფის დროინდელ მმართველობას სოლომონმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ძლიერი ყოფილიყო ეს ისრაელი, მთელი ცხოვრება ამას შეწირა და საბოლოო ჯამში დღევანდელ ისრაელზე რომ საუბრობთ, რა დარჩა ამ ყველაფრისაგან. იმის გამო რომ სოლომონმა თავის დროზე აი ამ სულიერ ნაწილში გადაუხვია საფრთხო გზას. და ეს ფაქტორი დღესაც მუშაობს. რომ მხოლოდ ხილულ კეთილდღეობაზე ზრუნვა იმის გარეშე რომ მან სულიერი მხარე არ იქნება გათვალისწინებული, ძალიან სავალალო შედეგამდე მიყავს საბოლოო ჯამში ერი. ხო, აი თქვენ ბრძანეთ დღევანდელი ისრაელი, ანუ ის ისრაელი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. რომელსაც დღეს განვიხილავთ, ეხლა რო განვიხილავთ, ელისე წინასწარმეტყველს. კი, ეს ეპოქა იგულისხმობს, მომდა ნახეთ, თქვენ ზუსტად ის იქ მინდა გამოკვედა, ის მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ სოლომონთან თავის დროზე რაც აღვნიშნეთ, ხო? სოლომონის პრობლემა არის არა ის, რომ ქვეყნისათვის კარგს აკეთებს და ქვეყანას აძლიერებს, არა ის, რომ ქვეყანას უღმერთოდ აძლიერებს. კომპრომისებზე მიდის ამის სასარგებლოდ, ხო, ეკონომიკური წინსვლის სასარგებლოდ კომპრომისებზე მიდის სულიერ ნაწილში. ხო, ანუ სოლომონი ხდება ისრაელის მსახური და არა ღვთისმსახური. იმ დროს, როდესაც დავითი ღვთისმსახურია. და დავითის ღვთისმსახურებას მოაქვს ის ისრაელი, რაც სოლომონს შეხვდა. და სოლომონის ისრაელის მსახურებას მოაქვს ის ისრაელი, რაც იერობოამსა და რობოამს შეხვდა. დიახ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე, ჩვენ ისტორიაში ასე ფიქსირდება. ჩვენს, როდესაც ჩვენი უდიდესი მეფის, უდიდესი წმინდანის თამარის ეპოქას ვასრულებთ, უკვე მომენტალურად ხედავთ რა შეცდომები ყოფილა უკვე თამარის დროს. რომ ეს არის საზოგადოება, განლაღება, ჰედონიზმისკენ გადახრა, ლაშა გიორგის, რომელსაც პოლიტიკური პარამეტრებით ზომავს ღირებულებით სივრცეს. იდოს როდესაც ღირებულებითი პარამეტრებით უნდა ზომავდეს პოლიტიკურ სივრცეს. ამაში საერთაშორისო დღესაც ჩვენ მე გავკადრიერდები და ვიტყვი რომ დღეს ჩვენმა საზოგადოებამ უნდა უწინარესყოლისა აღადგინოს საზომი. სიკარგის საზომი, რა არის კარგი, რა არის მის იდენტობის დამახასიათებელი, რა არის ის რამაც ის შეინახა დღევანდელ დღემდე. აი ამის წინაპლანზე ეს თავისთავად ცხადია, არავითარ შემთხვევაში ხელს არ უშლის, არ ეწინააღმდეგება არავითარ სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ
მიზნებს, რომელიც სახელმწიფოს ავტომატურად უნდა გააჩნდეს და ხელისუფალი ვალდებულია ამ იმას, რა ქვია, ამ პრობლემებს აგვარებდეს და ამ ინსტიტუციებს აძლიერებდეს. მაგრამ არა ამის ხარჯზე. არა იმ ღირებულებების ხარჯზე, რომელიც ერის იდენტობის საზღვარია საუკუნეების განმავლობაში. ზუსტად ამას ეუბნება ელისე. როდესაც ელისე ეუბნება, წადით და შენ წინასწარმეტყველებთანო, ამით ეუბნება, რომ ჩემთვის არის ორი ისრაელი, ერთი, რომელსაც წარმოადგენს იოსაფატი და მეორეს, რომელსაც წარმოადგენს შენ. რატო ამოს ამას ელისე ამას იმიტომ ამოს, რომ ახლა ღმერთმა წყალობა უნდა მოიღოს ისრაელზე და იმა რა ქვია იორამმა უნდა იცოდეს, რომ ეს წყალობა არ არის მისი პოლიტიკის შედეგი. ომში იმარჯვებს აქ ისრაელი, მაგრამ არა იმიტომ, რომ გამჭრიახი მეფე ყავს. არამედ იმიტომ, რომ ღმერთს თავისი მსახური ყავს ამ ქვეყანაში. ეს კარგად უნდა იცოდეს იმან, რა ქვია, იორამმა. ზუსტად იგივე დაანახა ღმერთმა მამამისს. ზუსტად იგივე დაანახა ღმერთმა მის ძმას, რომელიც აქაბის მერე გამეფდა. და იგივე სანახებს ღმერთი იორამს. და ნახეთ, როგორია ისა რა ქვია, აი ამ ამბების განვითარების პერსპექტივა. ერთი მეორეზე უარესია. ანუ არანაირი პროგრესი არ არის დინასტიურ მმართველობაში ისრაელისათვის, მხოლოდ არის შეცდომაზე გამეორება. როგორც ადრე ვთქვით, რომ იერობოამის პერიოდი სანატრელი გაუხდებოდა. კი, ასია. მიუხედავად იმისა, რომ იერობოამის დროს ზნეობრივი სულიერი დაცემა არის როგორც რაღაცა ათვლის წერტილი და საშინელი მოვლენა და ამის მერე სულ უკან და უკან მიდის. კი. და თუ არ უქმდება და თუ არსებობას აგზელოს, კიდევ იმიტომ, რომ ღმერთი ინარჩუნებს ისრაელის ამ ნაწილს, ჩრდილო ნაწილს, რომელიც გამოიყო მთლიან ისრაელს და ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბდა. აი აქ ელისე ერთი შეხედვით გაურკვეველ მოქმედებებს ასრულებს. ის მოითხოვს მეჩანგეს, ნომან დაუკრას და ელისე მის ხმაზე, ამ მუსიკის ხმაზე იწინასწარმეტყველებს. ხა ამ ადგილას ჩვენ უნდა გავჩერდეთ და უნდა ვთქვათ, რომ აი პირდაპირ წმინდა იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს, არავის ეგონოს თითქოს ამ ჩანგის კეთილხმიანობამ გამოიწვია სულიწმინდისაგან მოქმედება. ნუ ახლა ორი მომენტს ხედავთ, ხო? ერთი არის მეჩანგის გარეშე ელისე ხმას არ ამოიღებს და მეორე არის აი ამ სცენას მოყვება სულიწმინდისაგან გამოცხადება და წინასწარმეტყველი წინასწარმეტყველებს. იგივე მამა აგზელებს და ამბობს, რომ საკრავის ეს ჟღერადობა, რომელსაც ახლა ელისე ითხოვს, წინასწარმეტყველს სჭირდებოდა იმის გამო, რომ მან აი ამ ჟღერადობით გარკვეულწილად შექმნას შესაბამისი სივრცე, რაღაცა საღვთისმსახურო განწყობა და გონება განაწყოს წინასწარმეტყველების მისაღებად. გონება განაწყოს წინასწარმეტყველების მისაღებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან აი ჩვენ დღეს, როდესაც აი ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ბევრი რამე იქნება ისეთი, რომელიც არ არის წინაყარი ხელოვნებასთან, არ არის წინაყარი მშვენიერებასთან, სილამაზესთან. უბრალოდ არის საშუალება დღეს და თავისუფლების სახელით ვიღაცა რაღაცას ქმნის და შეიძლება ამას ხელოვნებას უწოდეს და შეიძლება ვიღაცა ამას მიყვება და მიმდევარის და მომწონებელიც aqავს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რასაც შემოქმედებას უწოდებს წმინდა წერილი, ის მხოლოდ იმ შემთხვევაშია შემოქმედება, როდესაც ადამიანის სულზე, მის გარემოზე, შინაგან მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. ხო, აი ჩვენ გაგვახსენდება მაგალითად საულ მეფე, როდესაც ბოროტის სული შეაწუხებდა დავითის ქნარზე ჩამოსმული აი ეს თითების შედეგად დაჟღერებული ჰანგები, მას ერთგვარ სიმშვიდეს სცენდა. ჩვენ გაგვახსენდება წინასწარმეტყველთა გუნდი, რომელიც ასევე მოდის და გალობს და ის მისი ერთ-ერთი მახასიათებელი წინასწარმეტყველთა გუნდი რო იცნო, მისი ერთ-ერთი მახასიათებელი არის, რომ ისინი ქნარზე გალობენ, არა იმიტომ რომ ქნარი მარტო ამათ მოიცია, სხვა მაციცია, მაგრამ მისი საგალობელი, მისი ჟღერადობა, სხვა სულიერ განწყობას იწევს და რაღაცა მიწიერი და რაღაცა ისა სხვა სულიერ იმას განწყობას. ამიტომ ის მამები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ქნარი ელისას სჭირდება სწორედ ამისათვის. აი ამ განწყობა. ხა ერთი
მოსაზრებაა კიდევ რომ ამ მეფეებსო უნდა დაენახათო ეს მუსიკა, ამ მუსიკის გახსენებას უნდა გაეხსენებინაო რომ ის გამარჯვება იყო არა მათი გამარჯვება, არამედ იმ სიტყვების რეალიზება, რომელიც აი ამ მშვენიერი მუსიკის დროს ესმოდათ. ანუ რაღაც ინსტრუმენტია, საშუალება ამ ყველაფრის შესახსენებლად. თუმცა წარმოუდგენელია ჩვენ გავაგრძელოთ ხრობა კიდევ ერთი მითითებით, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ წმინდა მამები, ეს გახლავთ მამა ანდრია სურათის შეფასება, რომ ელისე, რომელიც დევნილია და ამ დევნილთა სკოლის წინამძღვარია, რომელიც უღარიბეს მდგომარეობაშია, აი მის წინაშე ღმერთმა მეფეებიც კი დააქვეითაო, მიატოვებინა ჯარი, ოქროპირიფი გულისხმობს თუ ნეტარი თეოდორიტი არ მახსოვს ორიდან ერთ რომელი ამბობს, გულისხმობს რომ ესე როდესაც წავიდნენ ელისესთან, ჯარით კი არ წავიდნენ, ეს ჯარი დატოვეს და პატარა ამალი თავისი მხლებლები წანა. საერთოდ მიატოვესო ყველაფერი, ოღონდ ელისესთან ელაპარაკათო. ახლა რაღაცნაირად დავაკვირდეთ, ხო? არ არის ეს გონიურული ჯარსო დატოვებ და მიდიხარ. კი შენი შეთვის სანდო ადამიანებს ტოვებ და ამით უწესრიგობას კი არ უტოვებ ჯარს, მაგრამ რაღაცნაირად შენთვის ჯარი, როდესაც მოდის ეს ჯარი და ამ ჯარის ძლიერება არის შენი იმედი, შენი ამ ჯარის ძლიერებაზე დგახარ შენ. და აი ამ იმედს თავსანებებენ და მიდიან სრულიად განიარაღებულებიო ელისესთან, რომ მისგან მიიღონ შეგონება. აი ამით უნდათ ხაზი გაუსვან წმინდა მამებს, რამხელა ძალა იმაში, რომ ღმერთი ადამიანთან და როგორ დაუძლურდება ყველანაირი ძალა, თუ მასთან ღმერთი არ არის. აი ამისი კარგად ჩვენება უნდათ წმინდა მამებს და როგორც წესი ისინი ამას ახერხებენ შესანიშნავად. ელისე წინასწარმეტყველებს და ეუბნება რომ ხლა გავიხსენოთ პრობლემა რა არის, უწყლობაა პრობლემა. პრობლემა არ არის ჯარის აი ომში მიმდინარე წარუმატებლობა, ჯერ ომი არ დაწყებულა. პრობლემა არის უწყლობა, მაგრამ ეს უწყლობა ყველანაირ პირობას ყველანაირ პირობას ხოს იმისა, რომ საქონელის, რომელიც მოყვებათ, რომელიც ჯარმა უნდა საკვებად გამოიყენოს და ის უწყლობით დაიხოცება და ყველა წინაპირობა იმისა, რომ ეს ლაშქრობა წარმატებული ვერ იქნება. და თუ ეს ლაშქრობა წარმატებული ვერ იქნება, ისრაელისათვის, უწინარეს ყოვლისა ისრაელისათვის, მამადრია და არა იუდასათვის. ისრაელისათვის ეს არის ძალიან ცუდი სიგნალის მანიშნებელი, ვინაიდან ეს მოაბისათვის არის იმის მაკარნახებელი, რომ ისრაელი უბრალოდ ვერ იბრძვის მოაბის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში მოები, რომელიც განუდგა ისრაელს, მხოლოდ განდგომილი კი არა, შეიძლება ისეთ სამხედრო ალიანსში აღმოჩნდეს და ძალიან ძვირად დაუჯდეს ისრაელს. ამიტომ ამ სამი მეფიდან, ახლა ედომის მეფე იძულებით არის წაყვანილი. ედომის ქსით უნდა გაიარონ და ედომი მოხარკია იუდასი და უბრალოდ იძულებული გახდება გაყვეს. და აი, როდესაც ამ სამ მეფეზე გვაქვს საუბარი და ელისე ამბობს რომ წინასწარმეტყველები იოსაფათისათვის და არა შენთვის იორამს ეუბნება ისრაელის მეფეს, სინამდვილეში მისი წინასწარმეტყველება სწორედ ისრაელის კეთილდღეობას შეეხება. დათხარეთო, აი, უნდა გააკეთო, უნდა დათხარო რაღაცა კანონები და თხრილები და არ იქნება არც ქარი, არც წვიმა, მაგრამ წყლებით აავსებს ღმერთი ამ თხრილებს და დალევთ თქვენს და თქვენი საქონელს, მაგრამ ეს არ იკმარაო ღმერთმა. ომში გამარჯვებასაც მოგცემთ. სადაც მიდიხართ იქ გზაზე. ყველა ძლიერ ქალაქს დააგრევთ. ყველა ხელმხვიანს ამოავსებთ, აჩეხავთ. ყველა წყაროს თავს ამოავსებთ ქვებით და ძლევას მოგცემთო ღმერთი. ეს არ უკითხავს იორამს. იორამს კითხვა იყო, ეს სამი მეფე რატო შევყარა ღმერთმა ასე უდაბნოში. საინტერესო რა არის ცით? საინტერესო არის, როდესაც ელისე ეუბნება იორამს, წადი დედაშენის წინასწარმეტყველებთან, იორამ ეუბნება არა. შენთან უნდა ვიყო. ახლა ელისე ჭირდება, აღიარებს ამას. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ნახეთ რა არის საინტერესო მომენტია, ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენს მოგვიანებით ამას ისევ გავიხსენებთ. აი იოანე ნათლისმცემელს ჰეროდესებს ძალიან პატივს. ეს შედია კიდევაც, მაგრამ როგორც კი დაჭირდება, მას თავს მოკვეთავს. პილატეც არ უნდა იესოს დასჯამ, არა, როგორც კი მას შეეხება, რომ შენ არ ყოფილხარ კეისრის მეგობარი, მაშინვე ხელს იღებს. აუცილებლად. ისე საინტერესო ეს არის პრინციპი, თქვა წარმართი
სარწმუნოების მიმდევარი რამდენად ერთგულია ჭეშმარიტების და რო შევადაროთ მე ქრისტეს აღიარებლები როგორ ერთგულობენ ქრისტეს. ის ჭეშმარიტებას ხვდება, რაც არის სიმართლე, რაც არის ხვდება, მაგრამ ამას იცავს მანამ სანამ მას პირადად არ შეეხება და მას პირადად პრობლემა არ შეექმნება. როგორც კი ეს მომენტი დგება, მაშინ მზად არის დათმოს ეს სიმართლე, ოღონდ პრიორიტეტი კონდეს ის, რომ მას არ შეექმნეს რაიმე პრობლემა. ხო, მამანდია, თქვენ ძალიან საინტერესო დეტალს შეეხეთ და რატო? აქაც იგივეა, პილატესთანაც, ჰეროდესთანაც. ხო, ანატომია ერთია ამის, რატო? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავისუფლებას აძლევს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, აუცილებლად მის უკან დგას იმედი სხვა ღმერთისა. ის სხვა ღმერთი აკეთებინებს ამას. წარმართი ასე მოიქცეოდა. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანობაზე და ჩვენი იმედი გარდა ქრისტესის სხვა რამეა, კიდე აი იქ დგება, სწორედ იქ იწყება, სწორედ ჩვენი ქრისტესაგან გადგომა. რაღაცა სხვა რამე გუჩენს იმედს. და იოლად გვეთქმობა მაშინ ღმერთი თუ სხვა რამე დამიცავს, მაშინ იესოსთან მე არაფერი არ მაკავშირებს, იმიტომ რომ ჩემი მთელი ცხოვრება ეგოისტურია და მე მაინტერესებს დაცული ვიყო და კარგად ვიყო და ხო თუ რაღაც ამის იმედს მაძლევს, დიდი სიამოვნებით ჩავეხუტებ იმ რაღაცას. მით უმეტეს ის არ მიშლის ისეთ რაღაცებს, რასაც იესო მიშლის. ხო? თავისუფლად შემიძლია ვიქურდო, თავისუფლად შემიძლია უზნეო ვიყო, თავისუფლად შემიძლია და იმედსაც მაძლევს, რომ შენ კარგად იქნები. და მაცხოვარი ის ვინც განკაცა და ვინ ჯვარს ეცვა, ამის იმედს არ მაძლევს. და შესაბამისად ეს წარმართული ის არის, ჩვეულებრივი წარმართული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ აი ბევრი ლაპარაკობს უკვე, რომ თანამედროვე ეპოქა ეს არის ნეოწარმართული ეპოქა. წარმართობა ბრუნდება თავისი ღმერთებით, თავისი მსოფლმხედველობით, თავისი დამოკიდებულებით, თავისი ურთიერთობებით. და ეს ისახება სწორედ აი ამ პოსტმოდერნულ სივრცეში, აი ამ ეპოქაში. ეპოქაში ისახება და ეს ღმერთები თავიანთი აზროვნებით ბრუნდებიან ძალიან შენიღბული და ძალიან ოსტატურად, საკმაოდ კარგად მოხერხებულად. ვინაიდან ადამიანში გაჩენილი ურწმუნოება, ადამიანში გაჩენილი პოლითეისტური შეხედულებები იოლად წყვეტს ადამიანს ჭეშმარიტებისაგან და უჩენს რაღაცა ცრუ ილუზიებს, უჩენს რაღაცა ცრუ იმედებს, რომელშიც ეფლობა ის დიდი სიამოვნებით და ჰედონისტური სუნთქვა და აზროვნება თანამედროვე ადამიანისა საამისოდ ყველანაირ საშუალებას აძლევს მას. აქ თუ ძალიან არ გაგვიგრძელებს ეს თემას ორი სიტყვით ვიტყოდით, რომ პირველი მესამე საუკუნეების ერესების განხილვისას ძალიან მკაფიოდ ჩანს სინკრეტიზმის მცდელობა, ნებისმიერი თეოლოგია იმდროინდელი ცდილობს, რომ ქრისტიანული ფასეულობები თავის წიაღში მოაქციოს, ქრისტე მიიტაცოს, შეცვალოს ის და მოარგოს თავის შეხედულებებს. რატო? იმიტომ რომ აღმოაჩინეს, რომ ქრისტიანობა ძალიან სიცოცხლისუნარიანი ახალი რამ მოაქვს, ისეთი რამ, რომელიც მათ ვერ ამოხსნეს, ვერ მიუტანეს ადამიანებს ნუგეშად და აქ თავის წიაღში ქრისტეს შემოყვანით არც თავის დოქტრინას ცვლიან თითქოს და თანამედროვეულად სიცოცხლეს იხანგრძლივებენ. და როგორც მამები ამბობენ, წარმართობა ეს არ არის ისტორიული მოვლენა მხოლოდ, არამედ ეს არის აზროვნების ფორმა, რომელიც რადიკალიზაციის შემთხვევაშიც, პოლარიზაციის შემთხვევაშიც ჩვენ ნებისმიერი ატრიბუტიკით შეიძლება მივიღოთ იგივე აზროვნება, მათ შორის ესო ჰუმანისტური დამოკიდებულება იქნება ეს თუ სხვადასხვა იდეოლოგია, როდესაც ადამიანის სიყვარულის, თავისუფლების თუ ადამიანთა უფლებების საფარქვეშ მრავალი ნიშანი ვლინდება წარმართული დამოკიდებულებისაგან. კი, ასე ნამდვილად ვინაიდან ბუნება წარმართობის და წარმართული დამოკიდებულების ბუნება ასეთი და შესაბამისად იძლევა იმ ნაყოფებს, რომელსაც თქვენ შესანიშნავად გაუსვით ხაზი. ხა ჩვენ რომ დაუბრუნდეთ ამ წინასწარმეტყველებას, რომელიც გააჟღერა ელისემ, ეს წინასწარმეტყველება ახდება, მაგრამ წმინდა წერილში ერთი ფრაზაა, რომელსაც განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს ერთ-ერთი წმინდა მამა და ეს ფრაზა არის, რომ დილის მსხვერპლის შეწირვაზეო, დილის მსხვერპლის დროს ხევები ამოივსო წყლით და დაიწყო მზემამოსვლა. ანუ აქ ფიქრობენ, რომ იოსაფატმა ღვთისმსახურება აღასრულა, იოსაფატს ამოყვანილი ყავს სამღვდელოება,
რომელიც იოსაფატი არის საოცარი მეფე. აი, ღვთისმსახურება, მთელი მისი მსახურება, აი დავითივით არის, ხასუმთა დავითის საფეხურთან ვერ მივიყვანთ მას, მაგრამ სულ ღვთისმსახურებაში, ანუ საოცარი მეფეა იუდას სამეფოს ისტორიაში. და აი ამ დროს, როდესაც ღვთისმსახურებას აღავლენ და დაინახეს, რომ აი ხევები ივსება წყლით და დაეწაფა მთელი ეს ჯარი. ამისაგან განსხვავებით მოაბს, რომელსაც აქვს ინფორმაცია მიცემული, რომ სამი ქვეყნის მეფე თავისი ჯარით მოდის მოაბის წინააღმდეგ, სარტყლის შემომტყმელმაც და უხუცესიც იარაღით არის, ანუ ვისაც შეუძლია იარაღის ტარება და ანუ საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადებული. და როდესაც დაიწყება ასე იგი ეს დღე დადგება, დაინახავს ჯარი, რომ იქ რომელ ადგილასაც არ ელოდებოდა, ის ადგილი არის დასისხლიანებული, ანუ მზე რო ამოვიდა ეს წყაროები ეთყობა ედომის იმით გადიან და ედომის სიწითლეს ნიშნავს და ეთყობა წითელი მიწა აქ თავის რაღაცა ელფერს აძლევს ამ ყველაფერს და რაღაცა ლანდშაფტს გარემოს ქმნის ისიც. და დატაკებიანო მეფეები ერთმანეთს და შენიან ნადავლი მოაბ და დაიძარი ამ ნადავლისაკენ. ზოგადად რო ვთქვათ, იმას იზავენ, რა ქვია, არაბართებულ დასკვნას გააკეთებენ, ჩანს მაშინ აი ეს კოალიციური ლაშქრის დროს შიდა დაპირისპირებები და ეს ხშირი იყო და ასეთი რამე ხდებოდა ხოლმე. შესაბამისად, როგორც რეფორმასორი აღნიშნავს, მოაბი გამოიქცა იმისათვის, რისთვისაც მზად არ იყო. ხოლო ისრაელი დახვდა მას საბრძოლველად შესაბამისად აუცილებლად ეს ყველაფერი. ანუ იორამი აშკარად ხედავს, რომ ანდა უნდა დაინახოს, რომ ეს ყველაფერი, რაც ის გამარჯვებამდე მიდის, გუშინდელ მუსიკას სიმღერის ხმას ოისმენდა, მუსიკის ხმას ოისმენდა და ელისეს წინასწარმეტყვა იმის გაგრძელება და მთელი ხევების წყლით ამოვსება და ასე შემდეგ. ანუ იორამი პრაქტიკულად განძარცულია ყველანაირი დიდებისაგან, არაფერი დიდება მას არ აქვს, აბსოლუტურად არაფერი. მაგრამ აქ საინტერესო რა არის? საინტერესო გახლავთ ის, რომ როგორც ელისემი წინასწარმეტყვა და ისრაელის ეს გაერთიანებული ლაშქრობა წინ მიიწევს, ქალაქს ანგრევს, ანუ აქ ეპიზოდურად გვყვება ჩვენ წმინდა წერილით, რომ ეს ომი ხანგრძლივად გრძელდება, იმდენად ხანგრძლივად, რომ დედაქალაქამდე მიდის, დედაქალაქის კედლებს მიადგებიან და მოაბის მეფე სპეციალური დანიშნულების რაც უბრძანებს, რომ ედომის მეფისაგან გაიწვიონ და ის მოკლან ჩანს ედომთან მოლაპარაკება აქვს მოაბს საერთოდ დაპირისპირებაზე, რასაც ედომი არ შეუერთდება და ახლა პირიქით მიყვება ისრაელსა და მიყვება ისრაელსა და იუდას მეფეებს, თუმცა ვერ მიაღწევენ ედომის მეფემდე, მოახერხებენ მის მოკლას და მარცხი უკვე აშკარაა და მოაბის მეფეს უფლისწული გაყავს ყველზე და ყველას დასანახავად შესწირავს ღმერთს. ყველას დასანახავად დაუკლავს ღვთაებას და ამის დამნახავი მეფეები შეძრწუნდნენ და დაასრულებენ. საბულოდ მიატოვეს. ხო, და წამოვლენ უკან. ახლა ეს იმდენად ძიმე და პარადოქსული მოვლენა წმინდა წერილს ფურცლებზე, არა ის, რომ მეფემ დაკლა თავისი უფლისწული. ჩვენ გვახსოვს იეფთაე-გალაადელმა შესწირა თავისი. არა, ის რომ ამათმა გამარჯვება არ მიიყვანეს ბოლომდე და წამოვიდნენ. აი ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს წმინდა მაქსიმე აღსარებელი. და განსაკუთრებულ სიტყვას ამბობს ამაზე. წმინდა მაქსიმე აღსარებელი ყურადღებას აქცევს სწორედ აი ამ დეტალს, რომ მეფეები არ მიდიან და გამარჯვებას არ ასრულებენ. ხსნიან ამ ყველაფერს და შეძრწუნებულები ბრუნდებიან უკან. ახლა სადამ წმინდა მაქსიმე აღსარებელს მივაქცევთ ყურადღებას, პირადად ჩემთვის გამოუგნებელი რაც იყო და პირადად ჩემთვის აი რაღაც აღმოჩენასავით რაც იყო მამა ანდრია გახლავთ ის რომ ისეთი საოცარი მამა, ისეთი საოცარი ასკეტი, ისეთი საოცარი ეგზეგეტი როგორც გახლავთ წმინდა ეფრემასური ამბობს რომ მოაბის მეფემ თავისი უფლისწული შესწირა არც მეტი და არც ნაკლები ისრაელის ღმერთს. შესწირა იაჰვეს. ბრძენება უჩიეს როგორი ისტორია აქვს, როგორ მოხდა იქ აბრაამი როგორ წირავდა, ანუ ეს ყველაფერი ეს ინფორმაცია გროვდება და ამათ იმას ბიბლიოთეკებში ინახება, ყველა მიცის ეს ინფორმაცია მაშინ, ხო? და აი ეს უთხრეს და უთხრეს, რომ ის ღმერთი, ვისი სახელითაც ისრაელი მოდის, იმდენად გვერდით უდგას სულ თავის სამეფოს, რომ ამ დროს ხსნას არასდროს
არ უწყვეტს თავის ხალხს და ეს იქნება რაც ხსას მოუტან შენ ხალხს და ეფრემასური ამბობს რომ ისრაელის სამარცხვინოდ მოაბელთა მეფემ შვილი შესწირა სწორედ იმ ღმერთს რომელიც იერუსალიმში იოსაფატის მეფობისას იდიდება ეს ნუ აი ეს მამა ახერხებს ამის თქმას ახლა აი ეს რო გავაგრძელოთ წმინდა მაქსიმე აღსარებლამდე რომ მივიდეთ ხო წმინდა მაქსიმე აღსარებელი გვეუბნება საოცარ რამეს ეს იყო ბრმა და ყოვლად საძაგელი ანარეკლი იმ მსხვერპლისა რომელიც მსხვერპლის გოლგოთაზე იქნა შეწირული წმინდა მაქსიმე აღსარებელს რა აქვს ამოსავალი რაც აკეთებს აქცენტს რომ ღმერთი ერთნაირად მოუწოდებდა ერთნაირად გამოიხსნის წარმართასაც და იუდეველსაც რადგან იუდეველს ჯული მისცა წარმართებში დატოვა მათ მსახურებაშივე რაღაც წინასახეები და ეს ერთი წინასახეობა უნდა ყოფილიყო რომელსაც თავისი ტონით ეფრემასურიც იმაშვება რა ქვია გულისხმობს ის რომ ეს სიყვარული რაც უფრო დიდია მსხვერპლი უფრო დიდი უნდა იყოს მსხვერპლი უფრო დიდი უნდა იყოს და წმინდა მაქსიმე ახლა აი აქ ადგილას აგრძელებს საუბარს იმასთან დაკავშირებით რომ ამ ნიშნით ღმერთს სამი მოქმედება აქვს ისტორიაში ეს არის მისი ნება ეს არის მისი განგება და ეს არის მისი დაშვება მისი ნება ყოველგვარი სიკეთე მისი ნება მხოლოდ კეთილი შეიძლება იყოს მისი განგება ვთქვათ რაც მოხდა ვთქვათ დავალტანჯულიობის შემთხვევაში ხო რაც მოხდა ვთქვათ დაუშვა საერთო განგებულებით განკაცდება თვითონ ჯვარს ეცმება და ასე შემდეგ და აი დაშვება სწორედ ეს აი ეს დეტალი არის დაშვება როდესაც ღმერთმა დაუშვა მსგავსი რამ რომ წარმართებს ქონოდათ თავიანთ წარმართულ მსახურებაში აზრი მის შესახებ რაც უფრო ძვირფასია ის უფრო დიდი სიყვარულის მაჩვენებელია რადგან როცა იხელავდნენ რომ მამამ ძე გაიმეტა ჯვარზე ამაზე დიდი სიყვარული რო არ არსებობს და აი ამით მოეზიდა და აი ამ წინასახეების ასე ვთქვათ რეალიზება ეხილათ აი ამ იმაში აი მორის თქმას ამის ხედვას ჭვრეტას ახერხებს ეს ორი დიდი ბუმბელას ეს ორი საოცრება წმინდა ეფრემასური და წმინდა მაქსიმე აღსარებელი აი რამდენად ღრმა არის მათი ხედვა წმინდა წერილისა ხო რამდენად თავისუფალნი არიან ისინი შემოქმედებაში და რამდენად გაურბიან ყოველგვარ ძალდატანებას და ყოველგვარ მოძალადეობას წმინდა წერილის გააზრებაზე რამდენად ღვთივსულიერია მათი ხედვა ურთულესი გასააზრებელია ხო ურთულესი გასააზრებელია აი ამის თქმა უნდა გაბედომა მანდრია ხო ეს უნდა თქვა მაგრამ აი ნახეთ ახლა ცალკე ეფრემასური რო ავიღოთ და ცალკე მაქსიმე აღსარებელი რო ავიღოთ ჩვენ სურათს ვერ ვხედავთ ბოლომდე მაგრამ როდესაც ორივეს ერთად ვიღებთ ჩვენ საოცარ სურათს ვხედავთ საოცარ განგებულებას ვხედავთ და ვხვდებით რატომ მიატოვა იმ მეფეება ამ დროს დაცემული ძალას თავი აღარ აქვს უკვე ის ბრძოლას თავსანებებს რადგან იქ სიყვარულს გამარჯვებული აქვს დაიკლა უკვე ყველაზე საყვარელი მაინც ძალიან რთული ადგილი ურთულესი ადგილია ნუ ხო გეუბნებით ხა თავის დროზე როდესაც მე ამ ადგილს შევეხე და როდესაც მე აი ეს წმინდა მამათ აი შეხედულება რამდენჯერმე გადავიკითხე ხო არ მეშლება ხო არ ასე უყურებენ აი როდესაც ეფრემასური ამბობს რომ ეს სულ მეგონა მე რომ ეს თავის ღვთაება შესწირა და ბევრი თანამედროვე ეგზეგეტი ფიქრობს რომ ეს არის მაქსიმეც ამას უსვამს ხალხს ეს წარმართული ბრმა და ყოვლად უსახური ანარეკლი იყო გოლგოთის ხორბლის მაგრამ ეფრემასური პირდაპირ ამბობს არა ეს შეწირა სწორედ იმას ვისაც აბრაამი წერდა ისააკს საოცარია ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ჩვენ რა თქმა უნდა ურთულეს საკითხებს როდესაც ვეხებით ძნელია ამოწურო ეს თემა და მაინც რჩება ღიად და მაინც საფიქრალად რჩება ეს საკითხავე მაყურებელს შეუძლია წაიკითხოს მეოთხე მეფეთა მესამე თავში ჩვენ ამით გემშვიდობებით დღეს მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ